ეხლა მიმდინარეობს ერევანში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, რომელსაც რეალურად ეხლა ფაშინიანს აქვს დაგეგმილი არჩევნები, ახლოვდება რაღაც თვენახევარშია იქ არჩევნები და ფაქტიურად ისე გამოდის, რომ ფაშინიანის წინა საარჩევნო დამხმარე სამიტი ჩაატარეს. შეგვიძლია ვნახოთ კადრები იყო. ეს თან საინტერესო რატოა? აქამდე ბევრ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე დამთხვევიან ისინი ერთმანეთს, ანუ ყოფილა ჩვენი წარმომადგენელი ღარიბაშვილი იქნებოდა, კობახიძე იქნებოდა ერთ სივრცეში აღმოჩენილან, მაგრამ რაღაცნაირად დემონსტრაციული ხასიათი ქონა თითქოს, აი ზელენსკის იგნორირების რეჟიმი იყო უკრაინის გამარჯვებასაც არ ეუბნებოდა. ეხლა თან საინტერესოა, რომ როგორც ჩვენმა მთავრობამ თქვა ზელენსკის ინიციატივით იყო ეს გასაუბრება და მარტო მთავრობის ნათქვამიც არ არის, კადრიც არის, როგორ დგას კობახიძე ამ სამიტის მონაწილეებს შორის, აგერ შეგვიძლია ვნახოთ და ამ მონაწილეებში მიდის მასთან ზელენსკი და თვითონ ესალმება. რაც ზელენსკი თვითონ მიდის, აგერ ანუ კობახიძე დგას და ნუ ზელენსკი რაღაცა დემონსტრაციულად ესალმება, ხო? ან მართლა გავს იმას, რომ ზელენსკის ინიციატივით იყო. ეგ არის საინტერესო, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე, რა შეიცვალა ჩვენთან მიმართებაში. უკრაინა ხო ომში გვითრევდა, ეგ არის ქართული ოცნების ოფიციალური პოზიცია. მაგაში ვეთანხმები. კონკრეტულად კობახიძის განცხადებები არის მაგალითად არახამიასთან მიმართებაში. მოკლედ, კიევის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია, რომ ის პირველი ჩვენ მიმართ არამეგობრულად იქცეოდა, სააკაშვილს უჭერდა მხარს, აქ გადატრიალების შესაძლო მცდელობაშიც, რომ აქტიურად იყვნენ უკრაინული მხარე ჩართული, მაგაზეც მინიშნებები კეთდებოდა და ზოგადად აი დასავლეთი ომში გვითრევს და deep state-ი გვებრძვის, მაგის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტაცია და ახსნა ხო იყო აი უკრაინის მხრიდან წამოსული ჩვენზე კონკრეტული მესიჯები, ქმედებები და ასე შემდეგ. და კი, მართლა ეგრე იყო და ეხლა რანაირად ფორმდება, რომ აი ზელენსკისთან კომუნიკაცია შედგა და ძალიან პოზიტიური მოვლენა. ნუ მე მგონი, რასაც მე გადავავლი მთელი დღის განმავლობაში ამ ოცნების საინფორმაციო საშუალებებს მესიჯი არის, რომ ნუ ეხლა თვითონ იყვნენ ამ კომუნიკაციის ინიციატორები და ჩვენც კი არ ვემტერებით, კაცო. აბა ხო არ ვაგინებდით, როგორი გამარჯვებაც იქნება, ისეთივე პასუხიც იქნება. ეგ არის არგუმენტი. ეგ არის ამათი არგუმენტი და ნუ რაღაცა ლოგიკა არის ამაში, ეხლა გასაგებია. კაი, არავინ არ ითხოვს. მეორე კითხვაც არსებობს, აი მეორე ფლანგზე რო გადავართოთ, აი კოლექტიური დასავლეთი ჩვენ გვერდით არის და ივანიშვილის პრორუსული მთავრობა თავის ბოლო დღეებს ითვლის აი მაგ ხალხში მათი კუმირის, გმირის და აი ზელენსკიზე ხო ცოტა ხნისგან კალთაკაპარაკებთ არის ეგრო ამათი აზრით არალეგიტიმურ მთავრობას ხელს ართმევს და ესალმება და კომუნიკაციაში შედის ეგ ხალხი რა შევ არ ვიცი ეგ ხალხი არაფერს მეცმაინტერესებს ძალიან არისო მათთვის ასიამოვნო ამის ხილვა თუმცა ის საქართველოს მაინც რანაირი უნიკალური პოლიტიკური ის არის აი სივრცე ანუ ხალხი საერთაშორისო ურთიერთობებს, საერთაშორისო კომუნიკაციებს, აი ჭორიკანა ქალების ურთიერთობების და ვნებების დონეზე დაყავს, ანუ რაღაც კაცო ვინ ვისთან არის გაბუტული ეგრეთ შეიძლება ჩვენ ვიხილოთ ზელენსკის და კობახიძის ხელით ჩამორთმევის კადრები კი არა პუტინის და ზელენსკის საერთოდ არ გამიკვირდება ხვალ ნახოთ ეგეთი კადრები და აი მაგალითად ამერიკა და ტრამპი მაგას ჩალიჩობს. წელიწად ნახევარი. ეგ კადრები რომ დაიდოს. ხო, ტრამპი ჩალიჩობს, რომ პუტინი და ზელენსკი უნდა შევახვედრეო ერთმანეთს, ხელი უნდა ჩამოვართმევინო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უყვართ ერთმანეთიო. თუმცა, ნუ ჩვენ მაინც, ხო იცი, ბავშვურ რაღაც იმებში ვართ, ხო, ვერ გავიზარდეთ ბოლომდე და რაღაც ეგრე წარმოგვიდგენია, რომ ეგრე იმართება სამყარო. თუმცა ეგ ხალხი ჩუმათა იყო, აი სპეციალურად ვადევნებდი თვალს, მაინტერესებდა აი კოლექტიური ჩერგოიდების პოზიცია და სრულიად დაიგნორეს, ანუ გაატარეს გეგონება, არაფერი არ ხდება. მოდით ჩემი აზრით როგორ ხა
არა, როგორ არ ხდება რეალურად სერიოზული საინფორმაციო ბუსტი იყო ხელისუფლების, მაგრამ აი არა, ნახეთ, მან ძალიან საინტერესო არის. ხელისუფლებაც ისე იქცევა, რომ მოდი ამ თემამ დროზე გადაიაროს, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ხო ეგრე აწყო, რომ აი თლად ეგრე არ არის. ვებრძვით და ამიტომ ეხლა რაღაც ზელინსკისთან თლად ამათ ასიამო. მე არ მგონია თლად ეგრე იყოს, იმიტომ რომ ახლა როგორ არის ხელისუფლების დასავლეთთან მიმართებაში თუ შეამჩნევდა ჩვენი აუდიტორია და მაყურებლები ბოლო აი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში 3 თვის განმავლობაში დასავლეთთან მიმართებაში ხელისუფლების რიტორიკა და დამოკიდებულება უცბად თვალსაჩინო Deep State-ის ხმარებას დაუკლეს სერიოზულად და მაგას აქვს თავისი საფუძველი. ერთი რომ 2028 წელი აღარ არის შორს. ანუ შეიძლება აგერ რაღაცა შარშან მოიგეს რაღაცა და დამარცხდა Deep State-ი ასე წარმოედგინათ ოცნების. ამორჩევლებს, მაგრამ რაღაც 2 წელი დარჩა. ხო? საარჩევნო წელი იქნება, აგერ რაღაცა წელიწად ნახევარი საარჩევნო წელი დადგება, ხო? ხო და ამ ვითარებაში ეგ თუ 28 წელს ჩატარდა არჩევნები და არ არის გამორიცხული, რომ ადამიანზეც იფიქრონ ამათმა. და აშკარად ამათი მდგრადობა, ამათი რეიტინგი იმ ფონზე, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი პროდასავლეთია, არ არის მარტივი სურათი მაგხრივ. ამიტომ რაღაცა პროდასავლურობის ვერსიების ძიება საარჩევნო ფორმატში ამათ ჭირდებათ. ეგ ერთი და მეორე, ეხლა მაგალითად რა мотиваცია შეიძლება ქონდეს ვივარაუდოთ აი ზელენსკის მხარეს და მხარეს. რატო იყო რომ აგრესიულები იყვნენ 4 წლის წინ, 3 წლის წინ და რატო აღარ ხელს რატო არ თმევენ ეხლა? გამოწვევები თვითონ უკრაინისთვის შეიცვალა. ან მაშინ იყო წარმოდგენა, რომ აი მეორე მხრიდანაც ეხლა ვიღაცა თუ დაარტყავს, ვიგებთ. ან ეხლა რუსეთი დამარცხება, რაღაც დაეცლება რაკეტები და ეხლა ჩამოიშლება და ან ეხლა ან არახოს მანდიდან გამოდიერ, მაგმაუდიდებიდან გამოდიერ მოთხოვნაც შესაბამის სიხისტის იყო. ეხლა გაირკვა, რომ რუსეთი არ იშლება და რაღაც ასეთ ვერსიაზე, რომელიც გრძელვადიანი პოლიტიკა იქნება, დასავლეთი და უკრაინა უნდა დაალაგდეს. რაღაცა ფორმირება უნდა მოახდინოს პოლიტიკური ველის საერთაშორისო პოლიტიკაში ჩვენს რეგიონში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე იქნება გათვლილი. და მან აღარ ჭრის ეხლა გასაგებია, რომ აქ არ არის ესეთი ოპოზიცია, რომელიც ოცნებას ჩამოაგდებს და ამათთან უნდა იმუშაო. ანუ შესაბამისად შეიძლება მათთვის ჯობდეს რაღაც ისეთი ვერსიების ძიება ოცნებასთან, სადაც ოცნება პირდაპირ რუსებთან რუსების მხარეს მოქმედი ძალა კი არ იქნება, არამედ რაღაც გავიგეთ, აი, კაი, მეორე მხარეზეა ისე ვკითხვა, აი, ზელენსკის მიმართ რო ის დამოკიდებულება ქონდა ტიპებს, რაღაც ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე ტიპის რაღაც ჟესტები და თემები, ხო, აი, ეგ ხალხი როცა უყურებს, რომ აი ესეთი რაღაცა ხდება. მე იმდენად აი რატო უბრუნდები ამდენჯერ ამ თემას, იცი? მე მგონი მაგ ხალხს ეგ იგნორის რეჟიმი რო აქვს, ვიღაცამ უნდა შეახსენოს რა. აი ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ ბიჭო რა ხდება, დაგვენგრა თავზე ეს რა ვიცი პროდასავლელობას მე მგონი ერხევა რა. ანუ რას პუტინის სატელიტს ხელი ჩამოართვა ზელენსკი. ეგ იმდენად საინტერესო თემაა, ეგ მხარე რას ფიქრობს? არავინ ამათ არ აღიარებს ესენი ამათ მალე ისეთ სანქციებს დაადებენ, რომ დედაეტირებათ. აი ეგ ტექსტის მქონე ხალხი, რომელიც ეხა არის, აი რაღაც დარწმუნებული ვარ, ეხაც დგანა და უწყობითი პროტესტის 500 მე რაღაცა დღე. აი ეგ ხალხი ამ კადრებზე რა შეიძლება? ეგ ხალხი არის საერთოდ საქართველოში დაკავებული რა პროცესით, იცი? განსხვავებული აზრი რამენაირად მაქსიმალურად არ მოისმინოს, აი რაღაც კოლექტიური იზოლაციონიზმის პროცესია რა, იმიტომ რომ ან რაღაც ყურებში თითები დადებული და არ არაფერი არ გავიგოთ, არაფერი არ მაინტერესებს რაღაც ეხლა დასავლეთი ჩვენთან არის რაღაც ეგეთი რეჟიმია, იმიტომ რომ უკრაინელებს ასეთ საკითხებზე, ხო? ასეთ საკითხებზე საინტერესოა. მე მაგალითად ეხლა ჩვენ იმაში, რა ქვია, დებატების ფორმატში, ხო?
სიამოვნებით მოვისმენდი მაგ პოზიციის არგუმენტებს, მაგრამ არავის არ უნდა დებატები, იმიტომ რომ აშკარა მაგ ფლანგს სხვა გამოსავალი აღარც აქვს. ეხლა იძულებულები არიან, რომ აი მაქსიმალურად საწინააღმდეგო პოზიციასთან შეხებაში არ მოვიდნენ. კი, ეხლა ეგ მოცემულობა. ეგ ცოტა რას გავს, იცი? აი რაღაცა სექტარო არის რა. და ამ სექტის რაღაცა ერთ-ერთი პოსტულატია მაგალითად, რომ მაგათი ლიდერი რაღაცა სასწაული უნდა მოახდინოს და არ მოხდა რა სასწაული რა და ეხლა ნაწილი მე მაგ სექტას ჩამოცილდება ხოლმე და ნაწილი მიდის აი მაგ რეჟიმში, რომ არაფერი თქვენ არ გესმით, მან სხვა რაღაცა ხდება. და ხდება ხოლმე ჩაჭრა რა აი კომუნიკაციის, რომ არავის არ ელაპარაკოთ, სულ ყველა ვინც საწინააღმდეგო აზრს გიფიქსირებთ, ეგენი ეშმაკის მოციქულები არიან, აი მართლა ეგეთი სიტუაცია ჩამოყალიბდა მაგ ფლანგზე, რომ აი ყველა ვინც გეუბნებათ, რომ რეჟიმი მალე არ დაინგრევა, ეგ არის კოცი პუტინის მონა, რეჟიმი მალე დაინგრევა, ოღონდ რეჟიმი რო არ ინგრევა, გამცხოვრებს დედავატირე, მაგრამ რეჟიმი მალე დაინგრევა. სერიოზულ ფრუსტრაციაში რატო არიან, იცი? უყურე ამ ხალხის, აი ამ რაღაცა სახელი უნდა გამოუგონოთ ჩვენ მაგათ, აი მარტო რაღაც პროდასავლელი ცოტა არ არის კორექტული, თუ პროდასავლელი შეიძლება ადეკვატურიც იყოს. კი, პროდასავლელი შეიძლება ნორმალური იყოს. ყოველ შემთხვევაში რაღაცა აშკარა ობიექტურ მოვლენას შეიძლება უნდა ეგ არის როგორ დასავლეთუმე. არა, ეგ დასავლეთ. ანუ აი ეგ როგორი პროდასავლელი კი არ არის იმ კუთხით, რომელსაც აი საქართველოსკენ არის. და დასავლეთის დახმარების იმედი. აი საქართველოს შეწირავს დასავლეთის. აი ეგეთი პროდასავლელი. ოცნების პროდასავლელობა არის ანგლიკანიზმი. ანუ პროდასავლელობა, ოღონდ რომის პაპი რა გვინდა კაცო აგერ ჩვენი მეფე იქნება პროდასავლელობის ბელადი. საკუთარ პროდასავლელობაში რაღაც ბიუროკრატია მართავ. საკუთარ პროდასავლელობაში ბრიუსელი ცდება პროდასავლელობაში, ამიტომ ქართულმა ოცნებამ თვითონ გააკეთა პროდასავლელიზმი. მაგ სიტყვებს პირდაპირ ლაპარაკობენ ეგ რაღაც ის. მე კი არ ვღადაობ ხა, მაგარი რაღაცა გავარკვევ. პირდაპირ ევროპამ უღალატა ევროპას უღალატა. ევროპას უღალატა და ჩვენ ევროპას არ დაველაპარაკებით, სანამ ის არ დაუბრუნდება ისე. ნახე, ფაქტიურად არც ერთი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც სხვადასხვა წარმოდგენებით და სხვადასხვა იმედებით იკვებებოდა, არც ერთი ნაწილის ვერსია აღარ არის გამართლებული, ყველა უბედური უნდა იყოს. ნახე, აი, ამ ყველაფერი დასავლეთი აქ ბიზნეს დაამხობს სასტავს. ეგ თავზე დაენგრა, იმიტომ რომ ამერიკელებიც ელაპარაკებიან და ზელენსკი ხელს ართმევს. ოღონდ თან ბიძინა და დასავლეთ ისა ოცნება პროდასავლური იქნება და დასავლეთში ინტეგრაციას მოგვიხდენს ეგეთი ოცნების ტემპი. ეგეც დაენგრა. ეგეც დანგრეულია, იმიტომ რომ თლად ისე კი არ ელაპარაკებიან როგორც ამათ. კაცო, ერთი ხელი ჩამოგვართვეს და ნუ ეგ არ არის საკმარისი. და მე კიდე მეც გეტყვი, ოცნების ნაწილში ხო იყო ის განწყობები, რომ ესენი რუსეთთან არიან დალაგებული. მაგათაც თავზე დაენგრათ, იმიტომ რომ რავი რაში არის დალაგებული კაცო. ხო, ზელენსკისთან ხელს ართმევენ და ამათ უხარია. აშკარად, ხო? ანუ ყველა ვერსია, რომელთაც აი სხვა ფლანგები ჩვენი საზოგადოების ყველა დალაგების ვერსია, ყველა ვინც თავს იმშვიდებდა, ყველაფერი დაინგრა. და მანდაც მაგარია, ყურადღება კითხვა, თუ ყველა დალაგების ვერსია ჩამოინგრა, ლოგიკური ხო არის ეგ დასკვნა, რომ მე მგონი დაულაგებლები ვართ, როგორც ქვეყანა. აი ეგაი. აი დაულაგებელი ქვეყანა ვართ რა. ორი სიტყვით ალბათ ავხსნათ, თავად ზელენსკის რაში დაჭირდა აი ეს თავისი ინიციატივით ყობახიძესთან მისვლა, ხელის ჩამორთმევა და იმის დემონსტრირება, რომ რაღაც ურთიერთობები დაიძრა. ჩემი აზრით საკითხი დგას ძალიან მარტივად და რაღაც ღრმა კონსპირაციები ამ ყველაფრის უკან არ არის. შესაბამისად, არც აი და რეალურად რაღაც სიღრმისეულ ურთიერთობებს რო არ გულისხმობს ეს ამაზე მეტყველებს მათ შორის ხელისუფლების აი ეს მეტნაკლებად პოზიტიურისკენ განწყობილი შეფასება ამ მოვლენის, მაგრამ არა ზარზეიმი და არა ვაშაურად ძახილი. ამას იმიტომ კი არ ამბობენ ისინი, რომ აი თავისი დღის წესრიგის ან თავისი ნარატივის საპირისპირო პოზიციის მტკიცება მოუწევდა, ეს დამაზიანებელია. მაგას გააკეთებდნენ თუ დასჭირდებოდა. ჩემი აზრით ზელენსკის ეს როგორც ვიზიტი, ასევე უშუალოდ ხელის ჩამორთმევა
ემსახურება ძალიან მოკლევადიან კონკრეტულ საინფორმაციო და პოლიტიკურ მესიჯს. როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი მიზეზია თლიანად აი ამ სამიტის ჩატარების სომხეთში იყო პირველ რიგში ცხადია წინა საარჩევნოთ, აი ეხლა ერთ თვეში არის საპარლამენტო არჩევნები სომხეთში, სადაც არ აქვს კარგად საქმე ამ ფაშინიანის პარტიას. შესაბამისად იყო ღია მხარდაჭერა და მისი დაბუსტვის მცდელობა, რომ აი დასავლეთი დგას ფაშინიანის მხარეს. ანუ ამ ნარატივის დამკვიდრებას ილობენ სომხურ საზოგადოებაში. მაგრამ ზელენსკი ამ თვალსაზრისით, ეხა სომხური საზოგადოებისთვის ზელენსკი არ არის ის ფიგურა, რომლის ჩამოსვლა რაღაცას ნიშნავს. ეხა იმის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მაკრონი, ევროკომისარი, ეგ ცხადია იმ ნაწილისთვის, რომელიც პროდასავლურად არის განწყობილი. სომხეთში მათთვის ეგ კატეგორია, ეგ პერსონები უფრო ღირებულია. ზელენსკი იქაურ შიდა პოლიტიკურ დისკურსში არ არის ისე გაღმერთებული და რაღაცა მისგან არ არის ესეთი ხატი ჩამოყალიბებული, როგორც მაგალითად ქართულ პროდასალურ სეგმენტშია. მაგრამ ზელენსკის ჩამოსვლა უკავშირდება სხვა მიზეზს, პოლიტიკურ მიზეზს. ვინაიდან ეს ომი, რუსეთ-უკრაინის ომი, გრძელვადიან პერსპექტივაშია გადასული და ადრე თუ გვიან რაღაცა შუალედური ფორმით თუ დამთავრდება, გაიყინება ეგეთი ფორმით, ზელენსკის ჭირდება მაქსიმალურად რუსეთისთვის, ზელენსკის რა უკრაინას, ეს არ არის მარტო ზელენსკის დონეზე დაყვანადი ამოცანა. უკრაინას როგორც სახელმწიფოს სტრატეგიულად ჭირდება რუსეთის, სადაც კი რუსეთს რაღაცა ინტერესი აქვს, იქ საპირისპირო, ანუ არა რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი, ან ძალის, ან პოლიტიკური იქნება სამხედრო თუ ეკონომიკური, იმის გაძლიერება ან მხარდაჭერა. თუ ფაშინიანი არის მოსკოვის ფავორიტი, მაგ შემთხვევაში ზელენსკი არ ჩადის ერევანში, მაგრამ თუ ფაშინიანი დასავლეთის ფავორიტია და პირიქით რუსეთის მიმართ არ არის მაინც და მაინც პოზიტიურად განწყობილი, მაგ შემთხვევაში ზელენსკის ვიზიტი ცხადია რუსეთს პოლიტიკური და საინფორმაციო კუთხით აზიანებს. ანუ მაგალითად რუსული მედია არ არის კმაყოფილი, ზოგიერთი რაღაც ბლოგერი პირიქით ან აგრესიულად ავლენს თავის მოსაზრებებს აი სომხეთისადმი და როგორ დაუშვა იმან ფაშინიანმა, ჩვენმა სატელიტმა სომხეთმა, როგორ ჩაიყვანა რუსეთის მოცისხლე მტერი ზელენსკი და რატო არ დაიჭირეს და შეგეთი უკიდურესი ეგეთი ფორმებიც არის. რაც ცხადია ხა ეს პოლიტიკური კუთხით უკრაინას აწყობს, ხო? იმიტომ რომ ეს რაღაცა თვალსაზრისით ფორმალური ზიანია რუსეთის. საქართველოს ამ შემთხვევაში საქართველოს ეხა რაც არ უნდა ეხა ვიღაც აქაურმა პროდასავლელებმა დახატონ სურათი ისე რომ კობახიძე და ქართული ოცნება არის პუტინის სატელიტი, ჩვენ ხო ვიცით რომ ეგრე არ არის. არავის სატელიტი ოცნება არის თავის სატელიტი, ბიზინა ივანიშვილის სატელიტია ქართული ოცნება. ბიზინა ივანიშვილი კი ცდილობს უბრალოდ ძალაუფლებაში იყოს. ესაა მისი მთავარი მეტა ამოცანა. და ცხადია საქართველოს რუსეთისკენ ვერ იქნება იმ ფუნდამენტური პრობლემების გამო, რომელიც ჩვენს ტერიტორიას უკავშირდება, ეს ეხა რაღაც, რაც არ უნდა ეხა ვიღაცებმა ილაპარაკონ, საქართველოს ვერ დაალაგდება რუსეთთან საბოლოო სახით, აი სანამ ეგ არ მოგვარდება, ხო შეიძლება ეკონომიკური რაღაც ურთიერთობები არსებობდეს, ტურისტები ჩამოდიოდნენ, უვიზო არსებობდეს, ვიღაც რიგითი ქართველი რუსეთში, დიპლომატიური ისიც შეიძლება იყოს რაღაცა დიპლომატიური კავშირები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ სრულფასოვანი სახელმწიფოებრივი ურთიერთობა საქართველოს და რუსეთს შორის ფიზიკურად ვერ იარსებებს, სანამ ეს პრობლემები არაა მოგვარებული. შესაბამისად, ცხადია ზელენსკის და უკრაინის სახელმწიფოებრივ ინტერესში შედის საქართველოს იყოს, მათთან კარგად. ნაკლებად კარგად იყოს რუსეთთან და უფრო კარგად იყოს უკრაინასთან. კი, ანუ მათ ბანაკში იყოს.
ამ ამოცანას აკეთებს, ან ამ ამოცანის საინფორმაციო შეფუთვას ცდილობს ვლადიმერ ზელენსკი.